ყოველი ნაბიჯი ამ აღმართზე ლოცვასავითაა. ათასობით ადამიანი ფეხით თუ გულით დღეს კალასკენ მიისწრაფის. მიჰყვება ინვიტრო ბილიკებს, სადაც საუკუნეების მანძილზე ლოცვით მიდიოდნენ ჩვენი წინაპრები. ეს არ არის უბრალო გზა, ეს წმენისა და სასოების სვლა წმინდა კვირიკესა და იგიტას ტაძრისკენ. და როცა მაღლა ადიხარ, ხვდები რომ არის ადგილები, სადაც ცა და მიწა ერთმანეთს ეხება, სადაც დრო ჩერდება და საუკუნეების მანძილზე ნაგროვები რწმენა ცოცხლდება. აქ ამ სიმაღლიდან სვანეთის დიდებული მთები თითქოს თავად ინახავენ იმ საიდუმლოს, რასაც ლაგურკას მადლი ჰქვია. კვირიკობა ეს არის უდიდესი მართლმადიდებლური ზეიმი. ტაძარში აღვლენილი გალობა მთების სიჩუმეს ერწყმის. თითეული ანთებული სანთელი და ჩურჩულით თხმული ვედრება ამ წმინდა კედლებთან განსაკუთრებულ ძალას იძენს. ტაძრის სამრეკლოსთან კი უძველესი სვანური ადათი ცოცხლდება. უყურებ, როგორ დგებიან სვანები სამრეკლოს კედელთან, როგორ ავედრებენ სალოცავს თავიანთ გულწრფელ თხოვნასა და ნატურას. თითეული ასეთი ლოცვის შემდეგ გაჟღერებული ზარის რეკვა თითქოს პირდაპირ ზეცას წუდება და მთელს ხეობას ამცნობს მათ რწმენას. დღევანდელი დღე კიდევ ერთი საოცარი წამოწყების მოწმე გახდა. ოტია იოსელიანის რძალი ნუცა ადგილობრივ მკვიდრს ესაუბრებოდა, რომელიც თითქმის მივიწყებულ უძველეს ტრადიციაზე უყვებოდა. ამ ტრადიციის მიხედვით ეზოში ორი უზარმაზარი ლოდია, რომელსაც დღეს ახალგაზრდები, ვაჟკაცები აიღებენ და უკან გადააგდებენ ხოლმე. მაგრამ ადგილობრივმა კალას მცხოვრებმა ნუცას ჩემს თვალწინ უამბო, ეს ლოდები თურმე ახალგაზრდებს ტაძრის წინ დგარ დიდ ლოდთან, რომელზეც ჯვარია გამოსახული, უნდა მიეტანათ. იქ ერთი ჭიქით უნდა დაელოცათ, თვანური ლემზირი მიეყოლებინათ და შემდეგ ეს ქვა უკან უნდა დაებრუნებინათ. ნუცასთვის დამახასიათებელმა ჯიუტმა, მებრძოლმა და ვაჟკაცურმა სულმა იფეთქა. მან იქვე შემოიკრიბა ახალგაზრდობა. მოდით დღესვე აღვადგინოთ ეს ტრადიცია და ყოველ წელს ასე გავაგრძელოთო. ხალხის ტალღაც იმ წამსვე აყვა ამ მოწოდებას. თვალწინ გვიცოცხლდებოდა თუ როგორ ჩაეყარა საფუძველი უძველესი ტრადიციის ხელახალ დაბადებას. დაჯექი, უხუზე დაიდე. ლემზირი შვიმზირი აღვე. გაუმარჯოს ამ სოფელ სკალას. აქ შეკრებილ ყველა ადამიანს, ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს. გაუმარჯოს ამ ლემზირით და ამ სასმელით დაგლოცავთ ყველას, შეგეწიოთ ყველას, მორწმუნე ქრისტიანს დღევანდელი დღის მადლი, თქვენ გაგიმარჯოთ და მასპინძელ სოფელ კალას. ახლა ჩაიტანი მარჯვი მოწიათ და გადევიგინასო. ეს მაგარი. სვანები დასავით შეუპოვრები, მაგრამ გულით უსაზღვროდ თბილები. ამ დღეს საკუთარ ისტორიასა და წინაპართა ანდერძს კიდევ ერთხელ ერთგულად დაუბრუნდნენ. ეს არის ერთობის, წინაპართა ხსოვნისა და იმ საოცარი სვანური სულისკვეთების ზეიმი, რომელსაც ერთხელ თუ ეზიარე, არასოდეს დაგავიწყდება. კალადან წამოღებული ეს კადრები მხოლოდ ვიზუალი არ არის. ეს სვანეთის მადლით სავსე, ცოცხალი გულისცემაა.